გავარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ წერთ პოდკასტს და პოდკასტის სახელია ცეკვა. პირველი ზოგადი კითხვა გვაქვს სცენაზე ყოფნის განცდები. გეფიცები არ მახსოვს. მეგობრებო, სესილის დარჩა სცენის ტრამო და თავისმა მეხსიერებამ წაშალა ეს მოგონება თავის ტვინიდან, ამიტომ მე პირადად თითქმის რწყევამდე მივედი. არა, თითქმისაც არ იყო ნათქვამი რა, აი, ცა რო ვიცოდი რომ მთელი პასუხისგებლობა ჩემზე იყო, სახლში წასვლა მინდოდა და უბრალოდ და ფიქრი მქონდა ერთ მომენტში, მეთქი სახლში რო წავიდა რა მოხდება. თენის მონაკვეთები არ მახსოვს, აი სცენაზე რა ხდებოდა, საერთოდ არ მახსოვს. ჰეითერებს უყურებდი. უცბად ახსენით კითხვა. So freaking pissed. აი გადათარგმნათ რა სიძახიან მოცეკვავები და რას გულისხმობენ სინამდვილეში. აი ისე რომ აი არამოცეკვავე ვერ გაიგებს რა. ისეთი ფრაზები ხო გვაქვს ხოლმე. მოგესალმებით, შემოვიყვანოთ ახლა ხომა, მოგბრძანდი. და გაიხსენეთ რა მე ისეთი ფრაზა, რასაც აი ცეკვაში მოცეკვავები ვიყენებთ და უბრალოდ თქვით ეგ ფრაზა და აი ხომა მცადოს და ახსნას დაახლოებით რას გულისხმობთ რა. ბუმ ბუმ ჰაჰა. ბუმ ბუმ ჰაჰა. ჩემი აზრით ბუმ ბუმ ჰაჰა იქნება ცეკვის დასაწყისი, რომ ანუ მოიხოდო. What the hell? What the hell? მე Wow. ხოდი გეძლევა ბუმ ბუმ და შებე. და ჰაჰა და ვიწყებ. ბუმ 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 შაკალაკა. ბუმ ჰაჰა და და მაინც ამით ბუმ ბუმ ჰაჰა რატო? რატო არა ბუმ 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 ბუმ? და იმიტომ რომ ბუმ ბუმ არა. დეტალებში არის ანუ ბუმ ბუმ ჰაჰა არის როგორც ანუ ბუმ ბუმ და მე რაღაც აი კარგი, დიდი მადლობა. Next. ეხა ფეხსაცმელს გესვი. ხო, აი ახლა ფეხსაცმელს გესვრი. ეგ მაგას აქ დადებითი მნიშვნელობა სინამდვილეში. ანუ ახლა ფეხსაცმელს გესვრი მას ნიშნავს, რომ ძალიან მაგარი ხარ. ხო და გვისვრა კიდეც ბევრჯერ. ზოგს თავშიც მოხვედრია, მაგალითად მე. მაგრამ ძალიან არავის არ სასიამოვნო წყენია, იყო. იმიტომ რომ კარგი ჟესტია რა ესეთი. დადებითი აურა აქვს ფეხსაცმელს. მინდა რომ ვისაუბროთ ყველაზე უხერხულ მომენტებზე, რომელიც სცენაზე დაგმართნიათ და აი თქვენს გარდა რომ ვერავინ შეამჩნია. მაყურებელზე ვიძახი, ან თუ შეამჩნიეს. აი რა მოგხსნიათ უხერხული რა. მე მაგალითად მანტიეზე კინოღა მოვილეწე. და ეგ ვერავინ შეამჩნიეს ესივით გარდა, ხო? ჰიპ-ჰოპს არ ხივა, მაგრამ ბანზე რომ დავდიოდი, ამ ესეთი ცეკვა ქონა, რომ ბიჭი გოგო ცეკვავდა რა. და ესე ვიყავით ბიჭი გოგო, ბიჭი გოგო, ბიჭი გოგო. და მე რომელბიჭთან ერთად ცეკვავდი, ძალიან ბევრი ის ქონდა რა, მუწუკი სახეზე. და არ მომწონდა და მაგ ბიჭი არ მივედი და გვერდზე რომ ეთქა მაგასთან მივედი და მაგასთან ვიცეკვ. მე რა მომსვლია უხერხული ცეკვის დროს, ჩემი თმა გადავყლაპე, ანუ გაშლილი თმით ცეკვავდი და სასაზე ამეკრა ესე. აი, იცი როგორი გრძნობა, გეგოება ყდები. კი, და ესე სუნთ გავდი. მე ფეხსაცმელი გამეჭედა შარულის სუმაღლა. აი ეს ეგ ის გამეჭედა ანის როგორ? რა დაგემართა? ფეხსაცმელი გამეჭედა შარულის აი ამ ნაწილში. რა? აუთ ხო ვერ აღნიშნავთ. კი კაი არ ჩაგძრო. Belt. როგორ არ ჩაგძრო? შემდეგი ითხრა როგორ არ ჩაძრო ბექას შარვალი და შემდეგი ეპიზოდისთვის დაგვაფოლოვეთ მეგობრებო. ძალიან სერიოზული კითხვაა. მოემზადეთ მენტალურად. კითხვა ასეთია. ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც რამდე ითვლით? რანაირად იმახსოვრებთ ცეკვის კომბინაციებს? აი ტვინში როგორი ის გაქვთ რა იმართლა მაინტერესებს. მე მაგალითად რაღაცებს წარმოვიდგენ ხოლმე რა, აი პატარებსაც რო ვასწავლი, ერთი ეს მოძრაობა მახსოვს. ეს მაქვს ახსნილი, რომ ვითომ მაკის მიმტანები იყვნენ. რომ უფრო მარტივად დავიმახსოვრებინათ რა. ავიღეთ ლანგარი და დავდეთ ლანგარი. მახსოვს მან. ხო, დაახლოებით ესე, ანუ თუ ძალიან მირთულდება ხოლმე მაგალითად რაღაც მოძრაობა, ან ცოტა ახალია ჩემთვის, აი რაღაცნაირი ისეთი კომბინაციით ვიმახსოვრებ რა. აი რაც არაფერ შუაში არ არის. შეიძლება აი ლურჯი ფერთან იყოს ასოცირებული, ან რაღაც არ ვიცი. რაც ახალია, აი მაგალითად ფუტვორკები მოგაქვს ხოლმე, ბევრი. ესე ვიმახსოვრებ. ის ოღონ სხვანაირი. ის ოღონ სხვანაირი, რომელიც რომელსაც აგავს ხოლმე. იქ. ცოტა
ჩეთოსონები ხარ რა, ანუ ამას თუ ვერ დაიმახსოვებ, რაღაც ცუდი მოგივა უეჭველი რა. მოვკვდებით. მე და ჩემი ABCD. მე მაგალითად აი ცეკვაზე გახურება რომ მეზარება ხოლმე თქვენთან ძალიან, ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე რომ თუ ორივე რეპეტიციაზე თქვენთანს და პატარებთანს არ გავხურდებით, სულ დღე მექნება. თუში მოვკვდები ხოლმე სულ. ეკეს გოგიჟი. ვიწყევლები ჩემ თავზე რომ მე ავირიდო. შენ როგორი მახსოვრებ? რავი, პროსტა რა. რავი, მოდის და მოაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა. რატომ ღირს ცეკვის სპორტულები თირკმელზე მეტი? See it, I like it, I take the price, I put it back. რატომ არ არსებობს იდეალური ცეკვის სპორტული? რატომ აქვს ყველა სპორტულს უბე კოჭამდე? რატომ არ არის საკმარისად ოვერსაიზი? რატომ? რატო? ყველაზე უცნაური რამ რაც რეპეტიციის დროს დაგმართნიათ. მე მაგალითად მე დავიწყებ და მე მაგალითად ცეკვას ვითვლიდი და 4-ის მერე დამავიწყდა რა მოდიოდა და გავჩერდი. ცეკვის დროს ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია მომიშდა. მე შარვალი გამხევია ტრაკზე. მე არ დამართნია, მაგრამ ჩემი სტუდიის რეპეტიციაზე იყო, ჩემს ყოფილ მოსწავლეს გული წავიდა. სხვათა შორის ის რა ქვია, რეპეტიციის ვიდეოს ვიღებდი და ვიდეოზე მაქვს გადაღებული მთელი ეგ პროცესი. მართლა. ძალიან შემეში და ძალიან ესე დავდექი, არ ვიცი რა უნდა გამეკეთებინა. ესე ვიდექი და მგონი რა ვთქვი? ვახჩემი. ესე ვიდექი და ვახჩემი. ერთხელ ისე დავიღალე რომ ჩემო ოფილზე ფეხი ამისრია რა. და რა იცი რომ შენი ოფილი იყო? 2 წუთს გაძლევთ რომ დავაბულინგოთ. თუ ვერ ცეკვავ. სტუდიო ძალიან ბევრი ძალიან ცუდი ბავშვები ყავს არა, ბავშვების გარდა TikTok-ის ყველაფერს მოძრაობებს ყავს რა. მარტო ბავშვები ყავს კარგი სტარტი. ცეკვა არ შეუძლია. კაი, მოყევით. ყველაზე უცნაური რამ, რაც აი რეპეტიციაზე ან ვერ მიმხვდარხართ, ან აგრევიათ იმის გამო, რომ გეძინებოდათ. მე ძალიან ბევრჯერ მქონია ესეთი მომენტი, რომ აი აქ არ ვიყავი. ანუ აქ ვიყავი, მაგრამ მენტალურად არა. ანუ ფიზიკურად ვიყავი მარტო. მოვედი ერთხელ ძო სტუდიაში პახმელიაზე და ამ ვიდექი რა და მეთქი ვიცი ვაკეთებ დღეს წავვალ თქო, იმიტომ რომ არ მიყვარს ცეკვის გასცენა და დგავარ და ჩართო მუსიკა მასწავლებელმა და ეხლა ხომ ვიცეკოთ და მე ესე ვდგავარ და ფიქრობ და ჩაგეძინა. უიმეთქი და მე აი ერთხელ მივედი ძალიან გამოუძინებელი რეპეტიციას და აი საერთოდ აი რაც რეპეტიციის განმავლობაში ცეკვა იხსნა, ვერაფერი ვერ დავიმახსოვრე. ესე ვიდექი. აი მე წინაზე. აი მართლა ვერაფერი ვერ დავი. აი აზრი არ ქონდა, აი ძალსაც ვერ ვატანდი. მეთქი კაი რაც არის. აი მე ასე ვიყავე. მე როგორც დაბალი ადამიანი, ესეთი კითხვა მაქვს მაღალ ხალხთან და ნუ მე და ნინა ერთ სიმაღლის ვართ და აი ამორს ეხებათ ამჟამად. რა განსხვავებაა მაღალ და დაბალ მოცეკვავებს შორის? ანუ რა ბენეფიტები გაქვს მაღალ მე მოცეკვავებს? ძალიან მაინტერესებს. ბენეფიტები არის, მაგრამ დაბალი ადამიანები რო ადვილად ჩდებიან შპაგატში. დიახ. რატო? იმიტომ რომ ფეხის რადიუსი გვაქვს მოკლე თუ რას ნიშნავს? და იქნებ უბე არ მიშვებს. ბეკა ნახე? ეხა შენ. ბეკა. არა, ბეკა არ არის. ბეკა რატო ჯდება მაშინ? იმიტომ რომ ბეკა სხვანაირად არის მოწყობილი. ანუ შენ იძახი რომ ბეკა დაბალია? არა, ბეკა დებილია. დამეტყვა. ნუ დაახლოებით ერთი სიმაღლისა. ბეკა თავით, ხო, თავკომბალაა ბეკა. მე პირადად მასე მგონია, რომ როგორც აი, ჩემი აზრით დაბალ ხალხს უფრო გვიმარტივდება ცეკვა. მე მასე მგონია. ძალიან მაღალ ხალხს აი მართლა მე არ ვამბობ. ანუ ეხლა თქვა, აჩა. ხალხს ცეკვა. ნუ გაჩნია რა, ეხლა პლასტიკას და ყველაფერს გაჩნია, მაგრამ მე მგონია რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდებათ მაღლებს. ანუ არ ვიცი რატო, მაგრამ აი ესე ტუნში ესე მგონია რომ დაბლებს უფრო build different. ხო, იმიტომ რომ დაბლები ესეთები ვართ და აქა-იქა ვივლით მალევე, აი ტილები ვით. აი ეს. და თქვენ აი არ ვიცი. არ ვიცი ვიზიარებ. მაინტერესებს ყველაზე უცნაური რამ, რაც გწმიათ რეპეტიციაზე. აი მაგალითად ისეც რომ აი არავინ არ იცოდა რა, ის სხვადასხვა ნასკი ან ჩახეული ტრუსიკი. ან პიჟამა შარვალი. პიჟამა შარვალი ცეკვოდი. პიჟამა შარვალი მეც ვწმია ცეკვაზე. აბა ესეთი პიჟამა შარვალი იყო დათებური ხა და იგიც. მე მახსოვს ერთხელ მივედი რეპეტიციაზე. და მითხრეს რომ ფეხს უნდა გამეხადა რა. იმიტომ რომ ნაწუმარი იყო და გამოსაცვლელი ფეხსმარი ზოგადად არ დამოქხომე რა, არ ვიცი არ მიყვა. ანუ მიზარება ფეხსაცვლის ცრევა და ანუ არასდროს არავის უთქვამს რეპეტიციაზე რომ ფეხზე გამეხადა და გახეული ნასკი მეცვა.
საროჭკა. საროჭკა ცეკვას. ნუ ეგ ალბათ ფორმის მხრივ. რეპეტიცია. და ჩუსტები ლურჯი და მე მივედი პანაშვიდიდან ერთხელ ცეკვას. ერთხელ არა, ორჯერ, ორივეჯერ და შავებში ვიყავი პანაშვიდთან მოსული. ყველაზე ცუდი მომენტი იყო, იმიტომ რომ ვიღადავეთ რა იყო პანაშვიდიდან მოდიხარო. და კითხო. No! God, please, no! No! ეგრევე ყველა დავიშალეთ. ოდეს მე მეტროში თუ გიცეკვიათ ისე რომ აი ვერ დამუღამეთ რომ ცეკვავდით. კი. კი. არა უნდა მეტროში. ანუ მე ყურს მე რომ მიკითხე ვერ ხვდები რომ ესე ვდგავარ და აი მე ხო აი ზოგადად რა აი ქუჩაში რა როცა მიკითხე ყურსები ყველა მე და ყოს ავადყოფი ვგონი ვარ მეც და ერთხელ ავტობუსში ვცეკვავდი და ძალიან ცუდად დაამხრჭა და წავიქეცი. ალბათ იმიტომ რომ ავტობუსში ხალხი არ ცეკვავს. აუცილებელია დაიბადოთ ცეკვის ნიჭით თუ შესაძლებელია ცეკვის შესწავლა. ჩემი ორივენაირად შეიძლება განვიხილოთ ეგ თემა. სწავლა შეგიძლია რა რაღაც დონეზე რა. ეხლა რომ არ ვიძახი რა აი პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ რაღაც დონეზე შეგიძლია რა აი. თან რაღაც თუ გინდა რომ გააკეთო კი, ანუ ყველოვანში გააკეთებ რა. რაღაც ასაკში უნდა აღმოაჩინო და არა ეგრევე დაბადები. კი, ეხლა ანუ საერთოდ თუ საერთოდ მოუქნელი ხარ და ეხლა 30 წლის ასაკში დაიწყე, ხო სამოყვარულო დონეს ვერ გაცდები, მაგრამ ნუ აი უჭველი უნდა აღმოაჩინო რომ იმიტომ რომ პატარობაში შემეზით ყველა საქმე მონაცემი რა გააჩინა, როგორ მიჭრი მოჭრი. ცეკვა სპორტია თუ არა? ხამა უნდა რომ სპორტია. ვინც ამბობთ რომ არ არის გცემთ. ცეკვა სპორტია ხალხო, კანცი გძრება ყველა რეპეტიციაზე. არც კი გაბედოს თქვათ რომ არ არის. მითია თუ რეალობა რომ ყველა მოცეკვავე ჯანსაღად იკვებება. არა, მოიცა რომელი იკვებება. აი, აქ ყოველდღე ავოკადო 7 საათზე აგრეთში ხარ და მაკში ცეზარი. და მანგო აუცილებლად. გახსოვს იმ დღეს 6-ზე რომ გავედით სარბენად და მე რო ის ვჭამეთ ცეზარი. კი, ცეზარი ოღონდ მაიონეზის გარეშე რა ბურგერი. ცეზარი ბურგერში. არა, ხალხო ეს არის მითი, იმიტომ რომ მე პირადად ვარ ყველაზე არაჯანსაღი ადამიანი, მაგრამ ვარ მოცეკვავე. მითია თუ რეალობა რომ ფრისტაილი უფრო მარტივია ვიდრე ქორეოგრაფია. ფრისტაილი მარტივი შემთხვევაში თუ გამოცდილება გაქვს. სწორია. ჯერ ეგ არის იმაზე ქორეოგრაფიის ეყოლოს. ან თუ აი მაგალითად ხო, მაგრამ ქორეოგრაფია სწავლობ და ფრისტაილი როგორ არის, ანუ იმას იზახი რომ მოდის. მე მაგალითად ეხა რამდენი წელია ვცეკვავ 12 ხო? ან ფრისტაილზე რომ დამაყენო ესეთ ან ყველა მოძრაობა დამოვიწყდება, რომელიც ნასწავლი მაგ და ჩემი აზრით ფრისტაილი საერთოდ სხვა განხრა არის თუ უშუალოდ ჰიპ-ჰოპს ცეკვავ და ეხა წლებია კომბინაციებს იმახსოვრებ. ფრისტაილს ესე როგორც პროფესიონალი ვერ იცეკვებ. იმიტომ რომ ეგეც განხრა და მაგასაც თავისი ვარჯიში ჭირდება. მუსიკალ ჩაგესოს ეგრევე ცეკვა უნდა დაიწყო ფრისტაილი ეგ არის. მე ფრისტაილი გამომდის ბანაობის. ბანაობის დროს ხო მათემატიკაში არის. არავინ არ მიყურებს. ხო, აი როც არავინ არ მიყურებს ჩვენი რო და აი რაღაცნაირ თითქოს კომპლექსი მაქვს ხო. კი, აი კომპლექსივით მებადება რაღაცნაირად რომ თითქოს ვიბნევი რომ აი მე რა მოძრაობიდან სადმე წავიდე და მე თან ვიჭედები. ისიც არის რომ აი ჩვენ ხო ვართ მიჩვეული სტრაფსეკვებს და ფრისტაილზე ეგრე უცებ ძალიან სტრაფად ვერ ისევ რა. უნდა შეიყვანო ბიტზე. ანუ თან ის არის რომ ანუ ქორეოგრაფიას ხო ანუ რაღაც მომენტიდან იწყებ რა და იქ ხო მუსიკა როგორც ვეთო მაშინ უნდა დაიწყო რა და აი დაიწყე მე რა ბიტი მოდის. ეგრევე დაწყება რა არ არის მნიშვნელოვანი. აი ამ ესე ხო არის ძები. ხო და რაღაცა რაღაც ეს დაველოდოს მეგობრებო. ანუ როგორც მითია თუ რეალობა რომ კარგ მოცეკვავეს არ სჭირდება გახურება. ყველა მოცეკვავეს სჭირდება გახურება. მითია. არა იცი რა არის? რა შეიძლება არ დაგჭირდეს, მაგრამ მე ისევ შენ დაგერხევა. ანუ შეიძლება კისერი გაგიშეშდეს, ფეხი წელი რა ვიცი გაგეკვანძოს. ვინც ჩამჯდა რა შპაგატში ესე პროსტო გავხურებოდ, ყველა მიხვდება, იმიტომ რომ მე ერთხელ ჩავჯექი და კი ამ ფეხი კი მე შემთხვევაში შპაგატში ვживოდი და მეგობრები დამახტნენ ზევიდან ხუმრობით და მე მომდევნო ორი ყურა ვერ დავდიოდი. ჩემი აზრით ხუმრობით დახტომა. ჩემი აზრით საერთოდ არ გამეცინა. მითია თუ რეალობა რომ ყველა ქორეოგრაფი საშიშია. კი, განსაკუთრებით ანა. რეალობაა მეგობრებო. ანა გვემუქრება ხოლმე დარბაზში რომ შემოდის. დროზე ადგა, დროზე დაიწყო. კი და ეკეპლა მაქვს ხოლმე და კოჭებში ვურტყავ. მართლა ტომრები ულაგია აქ. მითია თუ რეალობა რომ ყველა მოცეკვავე რაღაც მხრივ განსჯის ერთმანეთს. რეალობა.
აღარ დაიწყოთ, რომ აი მე კაი ადამიანი ვარ და ყველას ხარს უჭერ. დაწყლარდით. ეგრე არის მეგობრებო. მასია. კონკურენცია. ცუდია თუ კარგია, მასია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მასია. რა გქნათ რა კონკურენცია. კონკურენცია, ოღონ ჯანსაღი კონკურენცია ჩემი აზრით. იმიტომ რომ რაღაცა мотиваციას გაძლევს რა, უფრო ხა დედის გინებაში თუ გადაგივიდა, მე უკვე აღარ. შვილი შენ როგორ შეგეცი რეებსი წეფში ხომ არა. მინდა რომ ცოტა სად მიპასუხოთ, დამისაბუთოთ რატო. რომელია ის სტილი, რომელსაც არასდროს არ იცეკვებით? ვოგი. პოპინგი. მეც ალბათ პოპინგზე წავალ. ანუ პოპინგი და ვოგი, ანუ იმიტომ კი არა რომ მახინჯი არ ვიდახე, უბრალოდ აი ჩემთან. მე პროსტა არ მინდის. ანუ ხო მე რაღაც აი ჩემ თავს ვერ ვხედავ რა. და მგონია რომ არც გამომივასია მე მგონია. უფრო პლასტიკა მაქვს ვიდრე პოპინგის რაღაც წერტილები ეგრე მგონია. ჩემ აზრით პოპინგს ძალიან დიდი მუშაობა უნდა, იმიტომ რომ აი ხა ჰიპ-ჰოპს და დენს-ჰოლს ვინც ეკავს, კიდე რაღაცნაირად ერთმანეთში წყავენ, მაგრამ აი პოპინგი ვაფშე იქითა. არ ვიცეკვებდი ვოქს. ვოქს? ამჯერ არც მომწონს და ანუ არ ვიცეკვებდი. მე ანუ როგორ არ ანუ მომწონს სხვა როცა ეკავს ხარგაც რა, აი ხო ეგ ანუ თითქმის ყველა ცეკვაზე ეგრე ვარ რა, აი სხვა როცა ეკავს ძალიან მომწონს, მაგრამ მე პირადად აი პოპინგი და ვოგი ეს კითხვა უშუალოდ ჩვენთვის არის, იმიტომ რომ სხვები აკეთებენ თუ არა, ამას არ ვიცი, მაგრამ მარტო ჩვენზე ვიცი. გეხმარებოდათ თუ არა შუა ცეკვის დროს ღრიალი იმისთვის, რომ დაღლილობა მოგეხსნათ. არა, ვიბნეოდი. კი. რა კი. არა ღრიალი, რომელი ღრიალი? ეგ კი. მოკლედ პატარა ისტორიას მოგიყვებით, ნიჭერში გავედით ეს ახლა მაქალ ქორეოგრაფიებს არც ერთი არ ვართ მიჩვეული რა, ხა სამწუთიან საერთოდ ვცეკვავთ ხოლმე რა. და იმდენად დამღლელი იყო რომ სუფეხში ვეღარ ვახერხებდით ცეკვას, რომ აი ბექა მოიფიქრა ესეთი სოლუშენი მეგობრებო, რომ რაღაცა ცეკვის მონაკვეთზე და გვეღრიალა. და სხვა შეიძლება ძალიან დაგვეხმარა. მართალია სცენაზე ყოველს დაგვავიწყდა მაგის გაკეთება, მაგრამ აი დარბაზში აი შუა ცეკვზე ესე და მე აი ახალი ენერგიით შევდიოდი. ძალიან სასაცილო იყო ის რომ ბექა ძალიან სასაცილოდ ღრიალებდა და აი მეცნებოდა. მე მეცნებოდა და მე სიცილში მიმდიოდა მთელი ენერგია და მე სიცილით ვიღლებოდი. მე ბოლოს ვუყვიროდი შუა ცეკვაზე ცეკვა და ბექა გაჩერდი. როგორი გეგონათ მოცეკვავის ცხოვრება და როგორი აღმოჩნდა სიამდვილეში? მარტივი არ არის. ჩემი აზრით. მე მეგონა რომ ძალიან მარტივი ლაღი იქნებოდა. ანუ არაფერი არ გაქვს საქმე რა და რეალურად აღმოჩნდა რომ თუ გინდა რა შენი პროფესია იყოს ზედ უნდა უნდა გადაწყდეს. კი აი ესე შორიდან მაგალითად ჩემი აზრით ხალხისთვის ძალიან მარტივი ჩანს რომ იმოვედი TikTok-ი გადავიღე, წავედი სახში და ანუ რეალურად მაგის უკან კიდე იმდენი რაღაცა არის რომ ჩემი აზრით ბევრი ვერ გაუძლებდა რა. როგორც სხვადასხვა პროფესიებში ისეც კი ანუ ზოგადად რა ანუ ძალიან დიდი შრომა უნდა მაგასაც რა რეალურად იმიტომ რომ აი კადრს უკან კი მაგაზე ბევრად უფრო აი ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ვიდრე ეხლა თქვენ რასაც ხედავთ ხოლმე რა აი ძალიან დამღლელია იმიტომ რომ რავი რამდენჯერ გქონია ესეთი მომენტი რომ კვირაში 7 რეპეტიცია გქონდა 11 საათიანი 11 საათიანი და აი პროსტო ვეღარ ვაზროვნებდით ვერავინ. თან განსაკუთრებით ნიჭერში და აი რაღაც გადაცემებში რომ მივდიოდით მთელი დღის გატარება გვიწევდა სტუდიაში, აქ გვეძინა, აქ ვისვენებდით. ანუ რამდენადაც გვიყვარს, მაინც ძალიან რთულია რა, ეხა კი ვისვენებდით და რაღაცები, მაგრამ თუ გიყვარს ვაფშე სხვა. კი, ეგ მართალია. სტუდიაში როცა ვიღაცა გამოდის საცეკვაოდ, ხალხი ვინც უკან ზის, რატო ყვირით? ხო მას ვკითხოთ ეგ რა. ხომა შენი აზრით, როცა აი ესეთი რეპეტიციები გვაქვს დარბაზში, ვიღაცა რო გამოდის საცეკვად, უკან ხალხი ვინც ზის, რატო ყვირიან? უკან ესე რატო ყვირია? არ ვიცი, აი შენი გიჟები არიან ჩემი აზრით. ჩემი აზრით ეს ოვაციებისნაირი სწორია. მინდა რომ რამდენიმე ფრაზა მითხრათ, რომელსაც მე ვიძახი და გეზიძღებათ. რეპეტიციის სრულობის დროს. დავდექით. პლანკაზე ჩადით.
მე არ მახსენდება გიხარ. რა არის ჩემი red flag-ი? არ მაქვს. თავში არა გივარდით ახლა შენ. პროექტები თავში არა გივარდით. პეტიციის მსვლელობის დროს რა შემთხვევაში შეიძლება გამოვიდე წყობიდან? მე იმ შემთხვევაში თუ ბავშვი მას არ აკეთებს რასაც ანა იძახის და თავისას უბერავს აეს. თუ 100 ჯერ აუხსნა, 100 ჯერ უთხრა, 100 ჯერ აჩვენა და მაინც იმას აკეთებს რაც არ უნდა გააკეთოს. ჩემი ასეთ ჩემზეც არ არის, ანუ უბრალოდ ფულს რო რაღაცაში იხდი, ჩემზეც შენ თვითონ უნდა გინდოდეს რომ შედეგი გამოიტანო. ანუ მე რო მასწავლებლებს არ უნდა ეშლებოდეს მაგარი ნერვები. ხო, ანუ მე რო ეხა რაღაცაში ფულს ვიხდიდე, ანუ რატო უნდა დამაძალოს იმ ვიღაცამ რომ ვისწავლო? მე ხო ჩემინებით მივედი რომ ესწავლო და ახო აქეთ ვუხდი ფულს და. და ანუ მაგის გამო რეპეტიცია რატო უნდა ჩაიშალოს ღრიალით და. ვაი მე როგორ მეგობრებო, მე არ ვღრიალებ. მე საიდაის ვიძლევი ხოლმე. თქვენი აზრით რა არის ჩვენი სტუდიის წესები, რომელიც ესე არ გვაქვს, მაგრამ აი თქვენი აზრით რა არის ჩვენი ესეთი წესი, რომელიც აი ერთობლივად მივედით მაგაზე რა. არ უნდა იყო მუდო. სწორია. ხო. უნდა იყო მხიარული. ეგრევე რომ ვიმეგობროთ. და დღეისთვის ჩვენ ამოგვეწურა კითხვები, მეგობრებო, თუ რაიმე კითხვები გაქვთ თქვენ, შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში და და შევხვდებით, სად შევხვდებით? არც ვერ სად ვერ შევხვდებით, მეგობრებო, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. ნახოთ! ვაიმე, ვიდეოს ჩართვა დამავიწყო. კაი, ვიხურე.